დღესვე პრემიერმა მთავრობის წარმომადგენლებთან ერთად ბათუმში რამდენიმე მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული პროექტი, მათ შორის ეგრეთ წოდებული ოცნების ქალაქში მიმდინარე საცხოვრებელი კორპუსების მშენებლობა მოინახულა. პროექტის ფარგლებში უკვე დასრულებულია პირველი ეტაპი 3-12 სართულიანი კორპუსის მშენებლობა, რომელშიც 580-ზე მეტი ოჯახი ცხოვრობს. ამ ეტაპზე კი მეორე ფაზის მშენებლობა მიმდინარეობს, რომელიც 9 მრავალსართულიანი კორპუსის მშენებლობას ითვალისწინებს და მისი დასრულება 2028 წლისთვის არის გათვალისწინებული. მშენებლობის ღირებულება 129 მილიონ ლარს აღემატება. პროექტის დასრულების შემდეგ 1077 ოჯახი ახალ კეთილმოწყობილ საცხოვრებელ ფართს მიიღებს. არ ქონდა შუქი, არ ქონდა წყალი, რავი რა, ძალიან გაჭირვებაში და ბინის მოლოდინი ისა რომ ძალიან ბედნიერები ვართ, გადმოგვეცემა ბინა, ძალიან ჩქარი ტემპით შენდება ჩვენი მეორე ეტაპისთვის ბინები, რამდენადაც ვიცი, ანუ 1077 ოჯახისთვის შენდება მეორე ეტაპისთვის ბინა, ყველა მოლოდინშია რა თქმა უნდა, გადაეცა ყველას მეორე ეტაპის, ანუ ფურცელი და უბედნიერესი ვიქნებით ალბათ და ყველა ბავშვების გულს გაახარებს. არ ქონდა შუქი, არ ქონდა წყალი, არ ქონდა რანაირი შესაძლებლობა, მაგრამ ამ ხელისუფლებამ დაგვირჩი, შუქიც მოგვცა, წყალიც მოგვცა. დღესაც აი ჩვენი შვილების ის ბედნიერება იქნება, რომელიც დღეს შენდება აი და გვაქვს ის იმედი, რომ ჩვენი შვილებიც იცხოვრებენ ლაღად და ბედნიერად. პროექტის ღირებულება 129 მილიონ ლარზე მეტია. თავისი არსით ამ პროექტმა 1077 ოჯახს უნდა მისცეს კეთილმოწყობილი საცხოვრისი. ამ პროექტის მნიშვნელობა მოგეხსენება თავისი სოციალური არსით და ასპექტით ძალიან მნიშვნელოვანია, ვინაიდან აქ ყოფ ადამიანებს ექნებათ ღირსეული საცხოვრისი. თავისი არსით ეს მეორე ეტაპია. პირველ ეტაპზე დაახლოებით 53 მილიონ ლარზე მეტი იქნა დახარჯული. 582 ოჯახს უკვე კეთილმოწყობილ საცხოვრისში აქვს ცხოვრების შესაძლებლობა.